ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც პირველად ისმენს ბავშვის გულისცემას და ეს წუთები ყველაზე დასამახსოვრებელია მისთვის. მაგრამ ხშირად ქალი ამ გულისცემას საკუთარი სურვილით წვეთს. აბორტი. აბორტუს ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. აბორტის მსოფლიო სტატისტიკა ასეთია: წელიწადში 46 მილიონი აბორტი, აქედან 19 მილიონი რისკიანი და საშიში მუცლის მოშლა, რომელიც არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ჭუჭყიან მინიმალური სამედიცინო სტანდარტების არაჰიგიენურ გარემოში კეთდება. რისკიანი აბორტების შედეგად დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემდეგია მსოფლიო მასშტაბით 67,900. განვითარებულ ქვეყნებში 300, განვითარებად ქვეყნებში კი 67,500-ია. აბორტი როგორც სამართლებრივი ფენომენი პირველად ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1764 წლით დათარიღებულ ხამურაბის კანონებში გვხვდება. თუ ქალი ბავშვს მოიშორებდა, მაშინ მთელი ცხოვრება ქმრისთვის ხარკი უნდა ეხადა. საინტერესოა საქართველოს მაგალითი. ვახტანგ მე-6-ის სამართლის წიგნის მიხედვით ქალი თუ მუცელს მოიშლი და ქმარი შორდებოდა. წამლის მიმცემი და ქალი ორივე თემიდან იდევნებოდა. სოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში 1920 წელს ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა. 1936 წლიდან 1955 წლამდე სტალინის მიერ დემოგრაფიული პრობლემის გამო ის ისევ აიკრძალა. მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში იგი კვლავ ნებადართულია. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით საქართველოში 4-ჯერ მეტი აბორტი კეთდება, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული. ანუ ექსპერტების გამოთვლით აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად 100,000 აჭარბებს. სამწუხაროდ 21 საუკუნეში კვლავ ძალიან მაღალი ჩნდება ზოგადად აბორტის მაჩვენებელი მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ლიდერი, სტატისტიკური ლიდერი მაინც არის აზიის რეგიონი. საქართველოს რეგიონზე დღესდღეობით რომ ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ, ძირითადად მომართვიანობა მაინც ახალგაზრდა ასაკის ქალბატონებში არის. შეინიშნება მზარდი ტენდენცია. აბორტების ძირითადი წილი 20-დან 44 წლის ქალებზე მოდის. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო წლებში გაორმაგდა აბორტების შემთხვევები 15-19 წლის გოგონებშიც. რეალურად რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს აბორტმა ქალის ცხოვრებაში. პოსტაბორტის სინდრომი არც ისე ადვილი გადასალახია. ერთი მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს საოცარი გაღიზიანებადობა, ვთქვათ, აგრესიულობა, ან მეორე მხრივ ძალიან ჩაკეტვა საკუთარ თავში. ეცვლება დამოკიდებულება ქალბატონებს საკუთარი პარტნიორის მიმართ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ხშირად მათ ბრალდებათ და მათ სინდისზე გადადის, ასე ვთქვათ, ეს დანაშაული. ზოგადად ურთიერთობა უფუჭდებათ ახლობლებთან. ითვლება საერთოდ, რომ აი ეს მე რაც ჩამოვთვალე რაღაც დოზით, მაინც ქალების 80%-ში ვლინდება აბორტის შემდეგ, 100-დან 80%-ში რაღაცა დოზით მაინც იჩენს ეს პრობლემა თავს. ზოგადად აბორტი საკმაოდ არის ინსტრუმენტალური არსებობს სამედიცინო აბორტი, არის მედიკამენტოზური, თუმცა საკმაოდ ტრაუმული არის. ორივე შემთხვევაში ჩარევა საკმაოდ აგრესიული არის ორგანიზმის უკვე გადაწყობილ ჰორმონალურ ფონთან, ორგანიზმში საკმაოდ ესეთი რთული და აგრესიული ჩარევა არის ყველანაირი აბორტი, მაგრამ განსაკუთრებით ტრაუმული არის ინსტრუმენტალური აბორტი. პრაქტიკულ მაგალითზე რომ ვთქვათ, ქალი, რომელსაც აღენიშნება პოსტაბორტული აშლილობა, ნაკლებად კონცენტრირებულია საქმეში, ცდილობს რაღაც პერიფერიული ქმედებებით დაივიწყოს ის ქმედება, რომელიც ჩაიდინა და აბორტს გარკვეულწილად ეწოდება შენელებული ტიპის ნაღმი, რომელსაც ქალი თავისი სურვილით, ვთქვათ, ითავსებს ორგანიზმში და როდის ექნება მას შედეგი, ეს რთულად და ძნელად გამოსაცნობია. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ნაყოფი, რადგან მას ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ, რადგან ის არ ყვირის და არ ხმაურობს, ცოცხალ არსებად არ მიაჩნიათ. დღიდან ჩასახვისა ის უკვე ცოცხალი არსებაა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ის უკვე ყველაფერს გრძნობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ ეს იგივეა, რომ ცოცხალი ადამიანი მოკლა თუ აკეთებ აბორტს.
იყო კაცობრიობის ისტორიაში პერიოდი, როდესაც აბორტის წარმოებისთვის ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. მაგალითად ცნობილია საფრანგეთის მაგალითი, რომ იქ მე-17 საუკუნეში სიკვდილით ისჯებოდა ინგლისში, გერმანიაშიც, მაგრამ განსაკუთრებით საფრანგეთში, ვინც იკეთებდა და ვინც აკეთებდა, ორივე სიკვდილით სჯიდნენ. მაგრამ იგივე საფრანგეთში, როდესაც ფრანგმა ხალხმა დაინახა, რომ მათ გადაშენება ემუქრებოდათ, იმიტომ რომ ყოველწლიურად შობადობა კლებულობდა, თვითონ ერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრანგები უნდა გამრავლდნენ იმისთვის, რომ იარსებდეს საფრანგეთმა და აი მაშინ შობადობა იმდენად მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომ საფრანგეთს დღეს უკვე ეს საშიშროება ფაქტიურად არ ემუქრება. უნდა ერმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უნდა გავმრავლდეთ. მე რამდენჯერმე მოვიყვანე ეს მაგალითი და ეხლაც მინდა თქვენ როგორც ახალგაზრდებს გითხრათ, რომ აი როდესაც ჩეჩნეთში მდგომარეობა ძალიან გამწვავდა და რუსეთთან საომარი მდგომარეობა ჰქონდათ, მე ჩემი ყურით მოვისმენე და ჩემი თვალით ვნახე გადაცემა, სადაც ჩეჩენ ორსულ ქალს ეკითხება კორესპონდენტი, რომ აი თქვენ ქვეყანაში ომია, ქვეყანა იქცევა, ხალხი გარბის საწავდნენ არ იციან და თქვენ ამ დროს ორსულად ხართ. რამდენად მიზანშეწონილია ასეთი საქციელიო? მან უპასუხა, სწორედ იმიტომ რომ ომია, სწორედ იმიტომ რომ რუსეთი ცდილობს რომ ჩეჩნები აღგავოს დედამიწის პირიდან, ჩვენ რაც შეიძლება მეტი უნდა გამრავლდეთ. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს, მე შვილი უნდა გავაჩინო. აი ეს არის ეს მარტო უბრალო პატრიოტიზმი კი არ არის, არამედ ეს არის ერის შეგნება, რომ თუ ერს უნდა რომ გამრავლდეს, ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აბორტი არ გავაკეთოთ. და კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, როცა თქვენ აბორტის პრობლემას ჩახედავთ, ამ ბოლო ხანებში გაჩნდა ასეთი შეხედულება, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, როცა წინ წავიდა ტექნიკა და შესაძლებელი გახდა ნაყოფის სქესის წინასწარ განსაზღვრა, გაჩნდა მეორე უბედურებაც, რომ გოგონების შეძენა არავის არ უნდა და ამიტომ თუ იგებენ, რომ მოსალოდნელია გოგონას დაბადება, უფრო ხშირად ასეთი ხალხი მიგმართავს აბორტებს. ეს ეჭვი საქართველოშიც არსებობს, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ ქართველი ხალხი არ არის იმდენად ბრიყვი, რომ იმის გამო, რომ გოგონაა, მას სიცოცხლე მოუსწროს და აბორტი გააკეთოს. ომები, ტერორიზმი, ნარკომანია, კაცისყვა, ბინძური პოლიტიკა. ეს არაფერი არ არის აბორტთან შედარებით. ყველაზე ცუდი არის აბორტი, ამათ შორის. ამათა მიმართებით. იმიტომ რომ ყველა დანარჩენ სხვა შემთხვევაში არსებობს საპირწონე მხარე. ტერორის, ანტიტერორისტული, მილიტარის, პაციფისტი, ნარკომანი, ჟანსაღი ცხოვრება და ამას ყავთ. აბორტის დროს მეორე მხარე არ არსებობს. რამდენჯერ ადამიანი დაფიქრებულა, რომ რა გვიშველის, რა მეშველება, რა იქნება ჩვენი გამოსავალი და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. დიახ, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოდის ახალი სიცოცხლე. შენ ეს არ იცი და ის ვინც მოვა შეიძლება იმან ეს გადაწყვიტოს. აი ეს არის, აი ამას ეწინააღმდეგება აბორტის გამკეთებელი. მას არ უნდა რომ მოვიდეს ახალი სიცოცხლე, რომელიც უამრავ კითხვებზე პასუხის გამცემად გამოდგება. ვინმე პროიცოდეს, რომ ის მუსლადყოფი მუსლადყოფი ჯერ ჩანასახი ხას უსვამ, მერე ნაყოფად ქცევა პირველი ტრიმესტრი რო დამთავრდება, მერე ნაყოფად გადაიქცევა და უკვე დედასთან ჭიპლარი დაებმება პლაცენტის შუამავლობით. რა ურთიერთობა არის დედასა და ნაყოფს შორის? ხო ამბობენ, რომ უსიტყვოდ ესმის ადამიანს, რომ ჩემი ხშირად გაგიგონია. ეს მოდის დედისა და ნაყოფის ურთიერთობიდან. თუ შენ ქალისუფლებების დამცველი ხარ და უნდა დაიცვა, რასაკვირველია, მე მაგისათვის ცხოვრობ დედამიწაზე, რომ მე და ჩემი სტანები და ბევრი, რომ ქალისუფლებები დავიცვათ, მაგრამ არა ვიღაცის მოგდინების ხარჯზე. ქალისუფლებების დაცვარი განანათლო ის ქალი, სწორად აღაქმევინო ხვალინდელი დღე, თავისი როლი და ადგილი მოაძებნიო და უთხრა, თუ შენ არ ხარ მზად შვილის სკოლისათვის, ნუ დაფეხმძიმდები. ყველა დაფიქრდეს.
ამ ქვეყანაზე რო არის მოვლენილი, ესე იგი აბორტს ასწენილი. ხო შეიძლება ეს არ მოვლენილი იყო ამ ქვეყანაზე. მნიშვნელოვანი და საკამათო თემაა, რას განიცდის ემბრიონი აბორტის დროს. როგორც კვლევებმა აჩვენა, ნაყოფს პანიკური შიში ეუფლება და ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს ის. იგი ცდილობს დაემალოს ზონდს, ჩხირს, კოვს. ეს მისტიკის სფერო არაა. ეს რეალობაა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა: "შემამჩნია, რომ აბორტის მომხრეები ის ადამიანები არიან, რომელთაც დაბადება უკვე მოასწრეს."